მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და სანამდე გაშლას დავიწყებ, მინდა გაცნობოთ ერთი სიახლე. ტარო სამყაროს Facebook გვერდს დაემატა ფუნქცია, აი, როდესაც გახსნით ვიდეოს, როდესაც უყურებთ, მარცხენა ქვედა კუთხეში პატარა წარწერა და პაწაწუნა ვარსკვლავი ჩანს და ვისაც სურვილი გექნებათ, დღეიდან უკვე როგორც ძველ ვიდეოებზე, ადრე დადებულ ვიდეოებზე, ასევე ახალ ვიდეოებზე უკვე შეგიძლიათ სურვილისამებრ გამოხატოთ მადლიერება ფინანსურად. მე როგორც მიჩვენებს 29 ცენტია ვარსკვლავი და ერთი ლარიც არ არის მე ხო ქართულ ფულზე. ვისაც ამისი სურვილი გექნებათ, რომ ფინანსურად გამოხატოთ და მხარდაჭერა გაუწიოთ ჩემს არხს, ტაროს სამყაროს, მეც ძალიან მადლიერი ვიქნები. მოკლედ ვარსკვლავებს ვისაც სურვილი აქვს იპოვით და ვისაც სურვილი გექნებათ ამ მხრივაც შეძლებთ უკვე ახალი ფუნქციის გამოყენებით ფინანსური მხარდაჭერის და მადლიერების გამოხატვას. ესე თქვარი ენერგეტიკული ცვლაც იქნება ჩემს მიმართ და ჩემი საქმიანობის მიმართ. ახლა კი გადავიდეთ უკვე, რა თქმა უნდა, გაშლაზე მოვედი საკმაოდ მძიმე ალტერელით, რაღაცა ესეთი განწყობა მაქვს, რომ ცოტა ესეთი ღრმა გაშლა გავაკეთო. კარგი ხანია ვფიქრობ, რაზე უნდა გამეკეთებინა გაშლა და თუ სულ მქონდა განცდა, რომ რაღაცა უნდა, არ ვიცი, ვინმეს ისტორია უნდა მომეყოლა, არ ვიცი, რაღაცა ესეთ მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გამომეხვილებინა ყურადღება. მოკლედ, ეს გაშლა არ არის მათთვის, ვისაც მოკლედ უჭო საყვარელი ვიდეოს მოსმენა უნდა. ფიქრობ, რომ საკმაოდ დაწვრთული გაშლა იქნება, რა თქმა უნდა, გაშლა იქნება პარტნიორზე. ნახოთ თავად როგორ მიყვება ტარო და სახელწოდებასაც იმის მიხედვით გავუკეთებ მე გაშლას, ისე დავწერ და ნახოთ რაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პარტნიორზე, აუცილებლად ვისაუბრეთ პარტნიორზე, აუცილებლად ვისაუბრეთ თქვენს მეტოქეზე და იმ რაღაცა უარყოფით მომენტებზე, რომელიც თქვენს ურთიერთობაში ეხლა ხდება და თითქოს რაღაცა მომენტი მოგეჩვენათ, შეიძლება რომ ყველაფერი დამშვიდ და დალაგდა, უკეთესებისკენ მიდიოდა, მაგრამ მე ისევ უკან შემობრუნდა, ისევ უკუღმა დატრიალდა ყველაფერი და მოკლედ იმედი გქონდათ, რომ აქ დალაგდებოდა, გასწორდებოდა სიტუაცია, ასეც წავიდა თითქოს დამშვიდდა ყველაფერი, მაგრამ მე მგონი პარტნიორი უფრო და უფრო მეტად გშორდებათ ეხლა თქვენ და შეიძლება საერთოდ წავიდა თქვენგან და საერთოდ წავიდა შორს. ესეც შეიძლება იყოს დიდ მანძილზე თქვენგან. ძალისხმევა უნდა ყოფილიყო აქ თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ საკმაოდ გულგატეხილი ხართ, იყავით კიდევაც, იმეც არ კარგავდით, მაგრამ ეხლაც ხართ საკმაოდ გულგატეხილი, ძალისხმევა თითქოს იყო თქვენის მხრიდან, მაგრამ იცით რაში არის საქმე, აქ თითქოს რაღაცა არ გააკეთეთ, ან არ გააკეთეთ ბოლომდე, ამასაც ნახავთ, რა თქმა უნდა, რაზე არის, მის გათავისუფლებაზე არის საუბარი. მაშინ მოდი ვნახოთ, რატო ველაპარაკება ტარო, ანუ რატო გთხოვს სიცხადეს აქ ზუსტად აი თქვენს მოქმედებასთან დაკავშირებით, რატო იძახის რომ აქ სიცხადე არ იყო, რაღაცა სიზუსტე არ იყო და ეს ყველაფერი რატო უკავშირდებოდა პარტნიორის გათავისუფლებას. ესეც უნდა ვნახოთ, არ გეკეთებიათ არაფერი. როგორც ჩანს, გეგმავდით რა უნდა გაგეკეთებინათ? წმენდები, არ ვიცი, მოკლედ, აქ გარკვეული, არ ვიცი, რაღაცა პრობლემასთან, შეიძლება ნეგატივთან, ვიღაცა ძალიან სერიოზულ პრობლემასთან მოუწევდა დაპირისპირება, ვიღაცას სერიოზულ ნეგატიურ ენერგიებთან მოუწევდა დაპირისპირება და ეს არ მოხდა, ეს დაპაუზდა თქვენი მხრიდან და გაჩერდით და ამასობაში აქ უკვე ჩანს სხვა პიროვნება, გამოდის ასპარეზზე სხვა პიროვნება და როდესაც
იგრძნო ამ ადამიანმა მესამე პიროვნებაზე მაქვს საუბარი, არ ვაკონკრეტებ ახლა აქ ეს პიროვნება შეიძლება იყოს სამკუთხედში ხო, ანუ საყვარელი თქვენი პარტნიორის, შეიძლება იყოს პირიქით თქვენ ხარ საყვარელი და ის ცოლი, შეიძლება იყოს დედა და მეგობარი, არ ვიცი, ვიღაცა ხო, მოკლედ. ამას მერე დავაკონკრეტებთ და აი იგრძნო მომენტი, რომ ისე მოქმედება იქნებოდა საჭირო. ანუ ნახეთ ახლა სიგნიფიკაციის დასაწყისში ჩვენ რას გვიჩვენებს, რომ დაიწყო რაღაცა პრობლემები ურთიერთობაში. თქვენ შეეცადეთ, რომ ეს პრობლემები აღმოგეფხრათ, მოგეძებნათ გამოსავალი ამ პრობლემებიდან, რაღაც კითხვებზე პასუხები მიიღეთ, უნდა გემოქმედათ, მაგრამ ვინაიდან რაღაცა მომენტში თითქოს დასტაბილურდა მდგომარეობა თქვენთან, თქვენ გადაწყვეტეთ, რომ არ გემოქმედათ, აი ეს რაღაცა აქტიურობა, ეს რაღაცა შებრძოლება ან ნეგატიურ ენერგიებთან, ხო? თუ თქვათ იცოდით, რომ შესაძლოა იცოდით, რომ თქვათ ან შევა დიაგნოსტიკა გაკეთებული, ან იცოდით იპოვეთ რაღაცა, რომ მაგიური ზემოქმედება იყო, ჯადა იყო გაკეთებული მასზე და უნდა გაგეწმინდათ, არ ვიცი, ემოხსნა და ნეიტრალება გაგეკეთებინათ ამ რაღაცა მსგავსი და არ გააკეთეთ, ან იყო რაღაცა პრობლემა, რომელიც თქვენი მოსაგვარებელი იყო, ან იმიტომ რომ აქ თქვენ აქტიობას აჩვენებს, თქვენი აქტივობის საჭიროებას აჩვენებს და ვინაიდან იგრძენით, რომ რაღაცა სიმშვიდეა, რაღაცა თითქოს აღარ უფრო უარესობისკენ აღარ მივდივარ და მოდი რაღაცა ვიწვალო, რაღაცა დავეხარჯო, რაღაცა ვხარჯო ენერგია ვინერვიულო, იქნებ დალაგდება და აი სწორედ ამ მომენტში ჩდება ისევ და ისევ აი ეს თქვენი მეტოქე, ერთგვარი მტერი თქვენი ურთიერთობის, აქ თქვენ მას არათავისუფლებთ, ის განაცნო გაგეთავისუფლებინათ, სიცხადე არ შეგაქვთ მდგომარეობაში, რომელიც თქვენსა და თქვენ პარტნიორს შორის იყო და შემდეგ ხდება ესეთი მომენტი, რომ უკვე ისევ ერთვება მესამე პირი აქ. აი, ესეთი ისტორია გაგვითამაშდა აქ, რომ მოკლედ სიგნიფიკაციისთვის მე მგონი ეს უკვე არის საკმარისი. ხო, არა, თქვენ კი ბატონო, თქვენ ჩემო კარგო, იცოდით კიდევაც, რომ ნეგატიურ ენერგიებთან გქონდათ, რაღაც შავძალებთან გქონდათ საქმე და იცოდით კიდევაც, მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც მთლევარე მდგომარეობაში ხართ, რატო ხართ ესეთ მთლევარე მდგომარეობაში? იცით როგორ არის, აი თითქოს იცით, თქვენი საკუთარი თავის უარყოფაც დაგეწყოთ. აი ნახეთ რაში არის აქ პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იყავით გაფრთხილებული, ეს შეიძლება იყოს თქვენი ინტუიცია, ან სხვისი დახმარებით იყავით გაფრთხილებული, ხო? არ ვიცით, აროლოგი, მეგობარი, მაგი, ან იპოვეთ რაღაცა სახში, ხო? ან კონკრეტულად სიტუაცია პრობლემა რაც იყო, მანდა მაინც ჯადოებისკენ ვარ წავიდეთ, სიტუაცია კონკრეტული რაც პრობლემატური იყო, ხო? ამის შესახებ თქვენ ინფორმირებული იყავით, მაგრამ იმის მაგივრად რომ აი გაჭრილი ყავით წინ, რაღაცა გაგეკეთებინათ, თქვენ აი ასე ვთქვათ დაიძინეთ, ხო? თითქოს აი ნახევრად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდით და საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების რაღაცა მიზნების, ხო, რაც დაკავშირებული არის თქვენ პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ამის უგულვებელყოფა დაიწყო. და ანალოგიური სიტუაცია განსაკუთრებით სახლში ოჯახის წევრი თუ არის, აი ეს თქვენი პარტნიორი, ხო, თუ მეუღლეები ხართ და ეს ადამიანი ყავთ ჩაფიქრებული, ან შეიძლება თქვათ შვილზე უსმენთ, ხო, ამ ყველაფერს თუნდაც, ხო? სახლში ანალოგიური პრობლემები შემოვიდა და ასევე აქ შესაძლებელია, რომ შემოვიდა რა საინტერესოა, ფინანსური პრობლემებიც და ნახეთ, აქ არის ორი ქალის დავა. ერთნიშნულოვნად აქ არის ორი ქალის დავა, რომელსაც ქალი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი, როგორ ვთქვა, დაალპოს და გააფუჭოს და ქალი, რომელსაც შეუძლია არაფრისგან რაღაცა აშენოს, ხო? აი ამ პიროვნებისთვის, რომელზეც ჩვენ გაშლას ვაკეთებთ, ეხლა ძალიან აქტუალურია ერთდროულად ხართ უბრალოდ ორი ქალბატონი, ნუ მამაკაცები თუ მისვენ ხშირად მეუბნებიან, რომ მამაკაცებმა რა დავაშავეთო, ძალიან ხშირად ასევე ვიმეორებ, რომ მამაკაცები უსმენთ სარკისებურად თუ რაიმე განსხვავებულ დათქმას არ ვამბობ ხოლმე სპეციალურად მამაკაცებისთვის, ხო? სულ ქალი კაცი ესე რო არ ვიძახო. და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ესე იგი, როგორც თქვი, არის ორი ქალი, რომელიც მოსულია ამ პიროვნებასთან მიწკავთ ჩაფიქრებული, რომ უბრალოდ ის დაალპოს და აქციოს არარაობად და ქალი, რომელიც ამ არარაობისგან ცდილობს, რომ რაღაცა შექმნას, ხო? ორი კარდინალურად განსხვავებული ქალბატონი არის აქ. მამაკაცი ამ შემთხვევაში არის უკვე ნახეთ ორივეს ტყვე. რატო არის პირველ რიგში, ჯერ ვნახოთ, რატო არის ტყვე იმ ქალბატონის, რომელიც
ცდილობს რომ რაღაცისგან, არაფრისგან ისევ, არ ვიცი, აღადგინოს, ფერფლისგან აღადგინოს და ისევ ადამიანად აქციოს, ხო? რატომ არის ამ ქალის ტყვე პირველ რიგში? Ну, ადრე, კერად, გაშლების დროს ყოფ ხოლმე, ხო, რაღაცნაირად პროცენტულად, აი აქ შეგვიძლია თქვა, რომ 70-80% აქ ჩაფიქრებული არის პარტნიორი, რომელიც არის სამართლიან პარტნიორულ ურთიერთობაში, ანუ მეუღლეა, ან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა არის, წლების, ხო, 10 წლის და მეტის ესეთი ურთიერთობა, იმიტომ რომ ყოველთვის ქორწინების მოწმობა არ არის აუცილებელი. ერთი ეს, ანუ ეს მამაკაცი ფაქტიურად, აი ამ ქალბატონის გარშე, სავარაუდოდ ეს ქალბატონი თქვენ ხართ ამას ნახავთ კიდევაც, ამ ქალბატონის გარშე ფაქტიურად ვერძლებს კიდევაც, ხო, იმიტომ რომ აი რაღაც ოჯახური კავშირები, ხო, ძალიან სტაბილური დიდხნიანი ურთიერთობები აკავშირებს მას, მაგრამ აქ უბრალოდ ის არის, რომ აი ეს ენერგია თქვენთან იწურება, ხო, ჩამოდნა, ესეთი ჩამოიღვენთა, ხო, სანთელივით, რომელიც დიდი ხანს ანთია, ცვლილება არ არის, ახალი ენერგია არ შედის და მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს ახალი ენერგია, მაგრამ აქ მხოლოდ და მხოლოდ ჭუჭყის როლა არის. აქ შეიძლება იყოს ერთმანეთის დადანაშაულება კიდევაც, ну, ბუნებრივია, როდესაც ადამიანი გაღიზიანებულია, ბუნებრივია, როდესაც ადამიანს პრობლემები აქვს საყვარელ პარტნიორთან, იქ შეცდომების დაშვების ალბათობაც ძალიან დიდია, ერთმანეთის მიმართ ტალახის სრულად შეიძლება ძალიან მეტი იყოს, მაგრამ აი კონკრეტულად ეს ადამიანი უფრო მეტი დარტყმის ქვეშ არის, უფრო ესეთი აი ფაქტიურად ტალახის სროლა უფრო მიდის და კიდე იცით როგორ აი შეიძლება ხა ძალიან გავაუხეშე მე ჩემი სიტყვებით ეს ყველაფერი, უფრო შეიძლება როგორ ვთქვათ, იცით, აი იმდენად დაბინძურდა ყველაფერი, ხო, აი ამ თქვენ ორის ურთიერთობაში, რომ უკვე სიმართლე აღარ ჩანს, უკვე გამოსავალი აღარ ჩანს და შეიძლება აქაც სწორედ ამიტომ გვიჩვენა, რომ თქვენ თითქოს ყველაფრის უარყოფა დაიწყეთ. ეს სიბინძური, აი ეს რაღაცნაირად ჩამოწოლილი ბინდი უკვე თქვენ სახლშიც გამოჩნდა, ხო, აი იმ სახლში, სადაც თქვენ ერთად ცხოვრობდით, თითქოს აი აქაც რაღაცნაირი აი სიმძიმე არის, რაღაცა მძიმე ჰაერი არის და აი სინათლე არ შემოდის, ხო, რაღაცნაირად არც თქვენს ურთიერთობაში და აი ეს რაღაცა აყვავება, ეს განვითარება, ურთიერთობის ენერგეტიკის სწორი მიმოცვლა აქ თქვენთან ვერანაირად ვეღარ ხდება. შესაბამისად, დამოკიდებულებაში არის ეს პარტნიორი, იმიტომ რომ თქვენგან მოელის ამას, რომ აი ეს ჭუჭყიანი ფანჯრები გაწმინდოთ, რომ დაინახოთ რაში არის გამოსავალი და ეს გამოსავალი მოიძიოთ, მოძებნოთ და გამოიყენოთ, ხო? თუმცა მე მგონია, რომ გამოსავალი რაში არის, იცით, უბრალოდ თქვენ ხართ აქ უმოქმედოდ. რაში არის დამოკიდებულება, რატო არის მეორე ქალთან დამოკიდებული, ხო? აქ მეორე ადამიანი წამოვიდა, ხო? ორი ქალბატონი ვთქვი, როგორც ვახსენე, ორი ხართ ერთდროულად, ორივეზე დამოკიდებული, რატო არის აქ? იმიტომ რომ უბრალოდ ტყვე არის მისი და ჩვეულებრივი მარიონეტი. ამ ადამიანს მე არ ვიცი, დამორჩილებული ყავს, არ ვიცი რამე გაკეთებული აქვს, რაღაცით მანიპულირებს, აშანტაჟებს, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ტყვე. ნახეთ, როდესაც ვეკითხებით, სულ რომ არ ვიცოდეთ ამ არკანების მნიშვნელობა, ხო? ძალიან მარტივად მისახვედრია, რას გვეუბნებათ, არო ამ შემთხვევაში ვეკითხებით, რომ რატო არის დამოკიდებული მეორე ქალზე, ანუ ქალზე, რომელიც ცდილობს მის განადგურებას და რომელიც ცდილობს პირიქით მის ფერფლად ქცევას, ხო, მის დელპობას და ამოგვდის რა, ხო, რომ არის მისი ტყვე და აი როგორც მარიონეტი ისე ატრიალებს თავის ხელში. შესაბამისად, უნდა ვნახოთ ჩვენ როგორ ახერხებს ამას, ხო? ну, აქ ფაქტიურად გასაგებიც არის როგორ ახერხებს. ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ თქვენთვისაც გასაგები უნდა იყოს და ტარომაც უნდა დაგვიდასტუროს, ხო, მასიანა, მოდით ვნახოთ როგორ ახერხებს ამას. იცით რა არის აქ თითქოს რაღაცნაირად აი ცნობიერის წაშლა არის აქ. ხო, მისი ცნობიერის წაშლა არის აქ. აი პატარა ბავშვივით აი ესე რასაც უნდა იმას აკეთებინებს. აქ რიტუალები არის შესრულებული მამაკაცზე. სხვათა შორის ეს ქალი არც შეიძლება გაშორებული არის, შეიძლება ქვრივი არის, არ ვიცი რაღაცა ამ ქალის მიმართ ძალიან ბევრი ავადმყოფობაა, ძალიან ბევრი სიკვდილიანობა არის, ძალიან ახალი მომხდარია მის სიახლოვეში, მის ახლოვე გაიგეთ თქვათ ამ ქალზე, რომ ვიღაცა გარდაეცვალა ახლობელი და რაღაცა ძალიან ბინძური სულის და ენერგიის პატრონი არის ეს ქალბატონი. და სწორედ აი ამ ბინძური ენერგიებით და ძალიან არაკეთილსინდისიერი გზებით ეს თქვენი პირდაპირი მეტოქეა. ანუ
თქვენ იცით ეს ყველაფერი ხა სადამდე მივდივართ ხომ ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს და გავტკეპნოთ ხო და რაღაცა გამოსავლამდე მივიდეთ ხო ლოგიკურ დასკვნამდე რომ მივიდეთ თქვენ იცით რაში არის პრობლემა გაჩერებული ხართ ფიქრობდით რომ გემოქმედათ მაგრამ აღარ იმოქმედეთ არ გააკეთეთ არაფერი და ბორბალი უკუღმა დატრიალდა სამწუხაროდ და აი აქ გამოჩნდა უკვე მესამე პირი რომელიც არის თქვენი მეტოქე რომელიც საკმაოდ არაკეთილ სინდისიერი საკმაოდ ჭუჭყიანი ენერგიებით ბინძური წესებით თამაშობს თქვენს წინააღმდეგ, თქვენი პარტნიორის წინააღმდეგ და უკვე აი მეორე თავდასხმა გააკეთა, მასე ანუ გაიმეორა მასე ენერგეტიკული თავდასხმა. აი ამიტომ არის დამოკიდებული, აი ასე ერთ მხარეს თქვენ ხართ, მეორე მხარეს ის არის და ფაქტიურად ეს ადამიანი შუაზე იხლიჩება, რაც რა თქმა უნდა ადამიანის ენერგეტიკისთვისაც, რაც რა თქმა უნდა ადამიანის ფსიქიკისთვისაც დამღუპველია. რაში არის გამოსავალი? იცით რა არის? პირველ რიგში რაში არის გამოსავალი? ის გზა, რომელზეც თქვენ უნდა დამდგარიყავით, ამ გზაზე სიარული თქვენ ხელი შეგიშალა, ეს შეიძლება ალბათ, არ ვიცი, ისაუბრეთ ვიღაცასთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და გადაგაფიქრებინეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ თქვენ მარტო არ მიიღეთ გადაწყვეტილება, არ ვიცი, გაუზიარეთ, ნუ რაღაცა მოხდა, სხვა პიროვნება დაგეხმარათ, პიროვნებები დაგეხმარათ იმაში, რომ გადაგეფიქრებინათ და არ გემოქმედათ და გარდა ამისა არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა ეს არ ეხება ყველას. რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად ეს არ ეხება ყველას, იმიტომ რომ ყოველთვის ვიმეორებ და ეხლაც გავიმეორებ. ხალხო ეს არის საჯარო გაშლა. თუ ეს ყველაფერი 100%-ით რეზონირდება თქვენთან, ეს იმას ნიშნავს, რომ 90% ეს რეალურად თქვენთან ხდება და 100% გჭირდებათ უკვე თქვენზე პირადად მორგებული დიაგნოსტიკა. ამ გაშლით ვამბობ. ხო, ამ გაშლით ვამბობ. აქ ერთმნიშვნელოვნად ბინძურ ენერგიებთან გვაქვს საქმე და რატომ ვამბობ ამას, რომ ყველა ვინც უსმენს, ახლა რამდენიმე 1000 ადამიანი რო უყურებს გაშლას, ეს არ ნიშნავს უტყუარად უშუალოდ ეს გეხებათ თქვენ. ეს არის საჯარო გაშლა, ყოველთვის ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ კიდევ და კიდევ, იმიტომ რომ ტყუილად გული არავის არ უნდა გაუხეთქოთ. რომ მიიღოთ ზუსტი გადაწყვეტილება, რომ გააკეთოთ დასკვნები, რომ იმოქმედოთ სწორედ, რა უნდა გააკეთოთ. ამისთვის პირადად უნდა გააკეთოთ კონსულტაცია თქვენთვის პირადად, უშუალოდ თქვენ უნდა იცოდეთ თქვენზე, თქვენს წყვილზე, თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს სიტუაციაზე არა აქ პირადზე არის ეს საუბარი თუ სხვა რამეზე, ხო? და ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა საჭირო არის აქ პირადი კონსულტაცია. ისე ნუ რაფერს მოიმოქმედებთ და ნუ გააკეთებთ, ხო? ისე მანდამაის დასკვნებს ნუ გამოიტანთ. საჯარო გაშლით დასკვნების გაკეთება არ შეიძლება, ეს არის თქვენთვის მიმანიშნებელი, რჩევები მოდის, კი ბევრ ნიუანსს დაიჭერთ, მაგრამ ეს არის საჯარო გაშლა. და რას ვამბობ აქ, ხო, რატო გავაკეთე შესავალი, რომ აქ პრობლემა მარტო პარტნიორთან არ არის, აქ უკვე შემოდის თქვენთან, აი რა არის მიზეზი თქვენი გაჩერების, ხო, რატო გადაუხვეთ თქვენ დაგეგმილ გზას. ვიღაცამ გადაგაფიქრებინათ, რაღაცამ გადაგაფიქრებინათ და პლუს აქ არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცა თვალს გიხვალთ თქვენს ასევე ნეგატიური ენერგეტიკული პროგრამებით. ანუ არ მიყვარს ეს ყოველთვის ვამბობ, პირად გაშლაშიც ვამბობ, მეკითხები ხოლმე ჯადო მაქვს ან ჯადო ძალიან ბევრნაირი არის მაგის მიმართულება, ძალიან განსხვავდება რანგით და ყველაფერი არ არის ჯადო, რაც თქვენ გონიათ, რომ ვიღაცა მოვიდა და გაგიკეთეთ. შეიძლება თუნდაც რაღაცა საგვარეულო პრობლემა იყოს, ხო? ან იყოს თვითდაზიანება, ენერგეტიკული თვითდაზიანება არის ესეთი სამოპარჩა, ამასაც ვამბობ ხოლმე, ხო, როცა ადამიანი თვითონ უკეთებს თავის თავს ეგრეთ წოდებულ ჯადოს. და აი აქ თქვენთანაც შეიძლება იყოს აი ეს პრობლემა. სად არის გამოსავალი? კიდევ და კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, რომ მომავლის იმედი არ უნდა დაკარგოთ. ეს პირველი. მეორე, აუცილებლად უნდა მიყვეთ თქვენს ინტუიციას. ინტუიციურად თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ის ნაბიჯები, რომელიც არ გადადგით დიდი ხნის წინ უნდა გადაგერგათ, რომ უნდა გემოქმედეთ, რომ აი ეს მეორე დიდი ტალღა, ხო, პრობლემების, რომელიც ახლა დაგატყდათ თქვენ და ისევ დაარტყეს თქვენ წყვილს და ისევ დაარტყეს თქვენს პარტნიორს, ეს არ მოხდებოდა, რომ თავის დროზე შეგეჩერებინათ. ეხლა შეიძლება უფრო დამძიმებულიც იყოს, ხო, სიტუაცია. ინტუიციურად თქვენ ეს ისედაც იცოდით. და
გარდა ამისა, მიყევით, ანუ როდესაც თქვენ საკუთარ თავს ესაუბრებით, როდესაც პრობლემა გიხებათ, თქვენ არ არის საჭირო ყველაფერზე მოდება, განხილვა და ყველგან ყველაფრის გაზიარება, იმიტომ რომ ეს არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ მართალი არის, თუნდაც საუკეთესო მეგობარი იყოს, ოჯახის წევრი იყოს, რაღაცა. არის რაღაცები, რაც უნდა შეინახოთ საიდუმლოდ, მით უმეტეს ესეთი რაღაცეები. ხო, მით უმეტეს, როდესაც ენერგიებს ეხება, მით უმეტეს, როდესაც აი ეს სერიოზულ პრობლემებს ეხება საქმე, სადაც თქვენი სამოქმედო არის. ხო, ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, გამოსავალი არის ამაში. ეს ყველაფერი უნდა იყოს თქვენი საიდუმლო, თქვენ თვითონ უნდა ყველაფერზე საუბარი არ შეიძლება. ხო, ისედაც არ უნდა ისაუბროთ, იმიტომ რომ არა მხოლოდ ის, რომ აი რამეს გააკეთებთ, არ გააკეთებთ და ასე შემდეგ, ხო? იმოქმედებთ იმ პრობლემას მოხსნით, ან იქ რაღაცა წმენდას გააკეთებთ, რაღაც. არა, ზოგადად შეეცადეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ისაუბროთ, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ვერც გადაწყვეტილებას ვეღებ. ამიტომ გონია, რომ თქვენთანაც რაღაცა არ არის ფლად სუფთად და წესრიგში. როგორ განვითარდება მოვლენები და დავუშვათ ისევ დატოვეთ ყველაფერი, როგორც არის, ისევ არ იმოქმედეთ, ისევ არ მოაგვარეთ ის რაღაცა პრობლემა, არ ვიცი, შევა მატერიალური სახის არის, შევა რაღაცა ჯანმრთელობის არ აქვს მნიშვნელობა, ხო, რაღაცა პრობლემა, არის ენერგეტიკული პრობლემა, არის მატერიალური პრობლემა, ხო? არ მოაგვარეთ მატერიალური პრობლემა, ან არ მოაგვარეთ ენერგეტიკული პრობლემა, ხო? აი როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში მდგომარეობა. საკმაოდ მძიმედ და საკმაოდ მძიმედ განვითარდება ეს პრობლემა. მაშინ ასეთ შემთხვევაში თქვენ აძლევთ თქვენს მოწინააღმდეგეს, რომელიც მაგიური გზით გებრძვით. ეხლა ეს გაშლა, არ ვიცი მე, რამდენ შეიძლება ათასობით ადამიანი და რამდენ შეიძლება მოერგეს 2-3-ს, ხო? და სრულად რეზონირდეს, ხო? აქ პირდაპირ არის, აქ არის პირდაპირ ბრძოლა მაგიით თქვენს წინააღმდეგ. და კიდევ უმოქმედება ნიშნავს იმას, რომ თქვენ პირდაპირ თქვენი ბედის გასაღებს, თქვენი პარტნიორის ბედის გასაღებს მიანდობთ აი ამ მეთოქეს. აი ასეთი ამბავი არის აქ. თუ იმოქმედებთ ნახეთ, რა არის დამალული, ხო? თქვათ, აი, მოვიძიეთ, თქვათ, არ გაქვთ, არ ხართ ინფორმირებული, ხო? აი, ძირითადი პრობლემის შესახებ ხართ, არ დროს ხართ ინფორმირებული, მაგრამ ძალიან ხუჭავთ, თქვათ, თვალს, ხო? ფართედ დახუჭული თვალებით უყურებთ ამას. ძალიან ვთქვათ, ჩემგან საყვედურად არ მიიღოთ, ოღონდ ხო, ეს სიტყვები, ვისაც ეს ეხება, ეს მიხვდება ისედაც, ხო? არ ვიცი, ვინც ხართ, ჩემო კარგო, ძალიან კარგად მიხვდები, რაზეც საუბრობ მე აქ. პრობლემა არის იმაში, რომ თქვენს შორის გაცივდა ურთიერთობა. პრობლემა არის იმაში, რომ ამ ადამიანზე არის ეგრეთ წოდებული შეიძლება სასიყვარულო მაგია გაკეთებული. პრობლემა არის იმაში, რომ შეიძლება იყოს აქ ერთმანეთის გაციებაზე, დაშორებაზე იყოს რამე გაკეთებული, ხო? ანუ რა მოდის პანდორას ყუთიდან, რა მოგვდის, ხო? მოგვდის ესეთი რაღაცეები. და ამაზე თვალის დახუჭვა, ნახეთ როგორი მომენტია, რატომ ამობ ამ ყველაფერს. თუ თქვენ ამ გაშლას უყურებთ და მოყევით აქამდე და მოყევით ბოლომდე, ესე იგი თქვენთვის მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა. ხო, რო არ იყოს მნიშვნელოვანი და არ იყოს საინტერესო, მაშინ ამ გაშლას არ უხსმედით, მით უმეტეს აქამდე არ მოყვებოდით, ხო? ლოგიკურია რა. და მაშინ რატო არ მოქმედებთ? მაშინ რატო ხუჭავთ ფართოდ ესე თვალებს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საჯარო გაშლა. ეს არის საჯარო გაშლა და აი არ ვიცი, რამდენიმე 1000 ადამიანიდან შეიძლება ეს იმოქმედოს 1-2 ადამიანზე, ხო? რეზონირდეს სრულად. რას გრძნობს, რას განიცდის პარტნიორი? თქვენ ეჭვები გჭამთ? ეს ადამიანი უბრალოდ ენერგიისგან იცლება. ორივე იცლებით ენერგიისგან. ნუ პარტნიორი ხო განსაკუთრებით.
ხარ, ორივე გრძნობთ, ხო? აი, ორივე გრძნობთ ამას. თქვენს და თქვენი პარტნიორის გრძნობთ ამას, რომ რაღაცა არის ისეთი გაკეთებული, რომ ერთმანეთზე იჩხუბოთ, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე მოაწავეთ. ეხლა ჩვენ აქ ისიც გვიჩვენა, ხო, რომ თავიდან თითქოს ერთმანეთში ქონდათ პრობლემა და ეხლა სახში წამოვიდა ეს პრობლემები. ხო, შეიძლება მატერიალური სახის პრობლემები. რომ უკუღმა დატრიალდა ბედის ბორბალი, ხო, თქვენ ურთიერთობაში. ამას ორივე მარტო პარტნიორი კი არა, ორივე გრძნობთ ამას. და გრძნობთ კიდევაც, რომ ჩაკეტილია ძირი თქვენი ურთიერთობის, ხო, ფესი თქვენი ურთიერთობის არის დაკეტილი, ამიტომ ვეღარ ვითარდება და ამიტომ ხმება ხე, ხო? აი ეს ოჯახური ხე, აი ეს ურთიერთობის ხე. არ ვიცი, ნუ საკმაოდ ისეთი გაშლა, მაგრამ თავიდან ვთქვი, რომ ამ განწყობით შემოვედი, იმიტომ რომ ფიქრობდი კაი ხანს, რომ როგორ ამ გაშლა უნდა გამეკეთებინა და თითქოს არ მინდოდა ამ გაშლის გაკეთება, სიმართლე გითხრათ, მაგრამ არ ვიცი, აი რამდენიმე დღეა სულ ეს მიტრიალებს თავში და ბოლოს და ბოლოს ავდექი და გავაკეთე, იმიტომ რომ როგორც ჩანს რაღაცას უნდა მოესმინა ეს, ხო? და ისევ გავიმეორებ რომ ჩემს არხს, ტაროს სამყაროს არხს დაემატა ფუნქცია ვიდეოებს, როდესაც გახსნით, ხო? რო უყურებთ ვიდეოს, როდესაც გახსნით, ქვედა კუთხეში, მარცხენა კუთხეში, აი ამ ადგილას ესეთი პატარა წარწერა არის, პატარა ვარსკვლავია და ვისაც სურს რომ მხარდაჭერა გამოუცხადოს ჩემს არხს, ტაროს სამყაროს და მადლიერება გამოხატოს ფინანსურად, შეუძლიათ დააჭიროს ამ ვარსკვლავს და ჩაერიცხოს გარკვეული თანხა. რისთვისაც, რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერი ვიქნები და რა თქმა უნდა, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ რო არ მეთქვა, რომ ეს ფუნქცია დაგვემატა, ნამდვილად არ შემეძლო. 29 ცენტია საფასური, 1 ლარიც არ გამოდის, მე მგონი 70 თეთრი გამოდის. ანუ თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, ვისაც სურვილი გექნებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ ეს ფუნქცია გამოიყენოთ ხოლმე. კარგით, იმედია გაშლა მოგეწონათ, ველოდები თქვენს გამოხმაურებას, ველოდები კომენტარებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, თითოეულ ადამიანს, რომელსაც გამოწერილი აქვს ჩემი არხი, ვისაც არ გქონთ გამოიწერეთ, თითოეულ ადამიანს, ვისაც მოწონებული აქვს ჩემი არხი და ვისაც არ აქვს მოწონებული, მოიწონეთ. ყველას ძალიან დიდი მადლობა ერთგულ მაყურებლებს, ერთგულ გამომწერებს, ვინც ძალიან აქტიურობს ხოლმე, სიტყვიერ მადლიერებას გამოხატავს, ძალიან ძვირფასია ეს ჩემთვის. მე ვუვლებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ ყველას.